Ოლიგარქის წარმომადგენლები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ფასი არ აქვს და შესაბამისად არც გავლენა. ამავდროულად კი თავს ესხმიან დეზინფორმაციით რასა იუკნევიჩიენეს, რომლის ანგარიშსაც ეყრდნობა ეს რეზოლუცია. თავი ისევ ირაკლი ზარქუამ გამოიჩინა, რომელმაც ლიეტუვალ პოლიტიკოსს უწოდა კომუნისტი ეს მაშინ, როდესაც იუკნევიჩიენე ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ანტიკრემლისტი პოლიტიკოსი ევროპაში. რეალურად კი ოცნებაში ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს ეს რეზოლუცია და სანქციების დაწესების მოთხოვნაც. ივანიშვილის წინა რეზოლუციებმა უკვე შეუქმნა სერიოზული პრობლემები ფულთან წვდომის საქმეში. ივანიშვილის წარმომადგენლებს ეიმედებათ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მათ ინტერესებს იცავდნენ დებატებისას. საუბარია პრორუს და ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებზე, რომლებმაც რეზოლუციაში მოითხოვეს ჩანაწერის დამატება, რომ ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. რაისა კომუნისტკა არის ვენებს. ყოველ კვირა უნდა რომ საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს. რაისას გადაეცით გორბაჩოვს ვაფიცებ, რომ არ უნდა შეეშვას, გაანებოს თავი, არ გამოსვლის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, უნიჭო რაღაც სპექტაკლი და შანტაჟი და მუქარები რა. ესე იგი ვიზა ლიბერალიზაცია გადაიხედება, ჩვენ გვახსოვს ეს 2 წელზე მეტი. რაისას რამე ბერკეტი რო კონდეს აქამდე გააკეთებთ, იმიტომ რომ მავნებელი ქალია. ჩვენს ქვეყანას მტრობს. ის არის სააკაშვილი და მისი ბანდის მეგობარი, ლობისტი და ამიტომაც არის ვენებს. ახალი არჩევნები. ამად რუმინეთში ვეშლებთ ეთყობა. გადაეცით რაისას რომ დაისვენე რა. დაისვენე, ზაფხულია. თუ ვინმე ახდენს საქართველოში ევროპულ ნიჰილიზმის შექმნას, ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფას, ეს არის სწორედ სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით. აი ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც თვითონაც იციან, რომ არავინ ყურადღებას აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. საქართველოში არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება და ყველა ეს პირი, რომელმაც პრაქტიკულად საფრთხე გადაწყვეტილებით თავის ფეხით შეაღო ციხისკარები და შევიდა, იმიტომ რომ კონსტიტუციური ორგანოს გაწყვეტილებას არ დაემორჩილა, ამ ადამიანების გასაღება ხდება პოლიტპატიმრად. იქვე იმავე დარბაზში ვერ გაუძლო კრიტიკას აი ამ რეზოლუციის პროექტმა და კოლეგა ევროპარლამენტარების მხრიდან მიიღო საკმაოდ დიდი კრიტიკა ამ კონკრეტულმა რეზოლუციის პროექტმა და მხარდაჭერა საქართველოს ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ.